კომენტარის ავტორის შედეგი 4 დღეში 3.4% ნამდვილად კარგია. წარმატებებს გისურვებ, კიდევ მეტი და მეტი მოგება დაგეწეროს. ახლა გადავალთ ჩემი გამოცდილების გაზიარებას, შეიძლება შენც გამოგადგეს, რადგან შედარებით დიდხნიანი გამოცდილები მაქვს ბოტებთან ურთიერთობის და დავიწყებ ჩემი შეცდომების მოყოლით, რაც მე დამიშვიდე და შეიცადე არ გაიმეორო თუ მსგავსი მომენტები დაგიდგება. როდესაც ვიწყებდი აქტივის შერჩევას, თავის შეცდომა დავუშვი იქ, რომ უბრალოდ უყურებდი, რომელი აქტივი იყო ყველაზე ვოლატილური იმ მომენტში ბაზრისთვის. მან თავის შეცდომა ისაა, უნდა გაითვალისწინო თვითონ აქტივი რამდენად განძლიერი ბაზრის ყევების მიმართ. თუ არჩი ისეთი აქტივი, რომელსაც ერთი გასროლა აქ იმ ციკლზე ბაზარზე შეიძლება შემდეგ საერთოდ გაქრეს, ეგეთი აქტივის შეგროვება აზრს კარგავს. ბიტკოინი იდეალური აქტივი იქნებოდა ასეთი სტრატეგიით სავაჭროდ, უბრალოდ მან ერთი პრობლემა ისაა, რომ დიდი კაპიტალით უნდა შეხვიდე, რომ ხელშესახები მოგება დაგიტოვოს ბიტკოინზე გრიდბოტით ვაჭრობამ. მეორე რაც უნდა გაითვალისწინო არის ის, რომ ბოტის ჩართვა ღირს მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც ბაზარი არის ვოლატილური და მოძრაობები დიდი აქვს შენული არჩეულ აქტივს. როგორც ვახსენე უკვე, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში არ გააკეთებს ბევრ ტრეიდს, რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება გააკეთოს 3-4 ტრეიდი და თანხა უბრალოდ გექნება გაყინული და ეგა. მესამე კიდევ რაც უნდა გაითვალისწინო არის ის, რომ კარგია თუ ისწავლი ტექნიკური ანალიზის გაკეთებას. აქ ისეთი მნიშვნელოვანი შეიძლება არ იყოს როგორც ტრადიციული ტრეიდინგის დროს ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზის კეთება, მაგრამ რაც მეტი იარაღი გექნება, მით უკეთეს შედეგს მოგიტანს შენ მიერ დაგეგმილი სტრატეგია. მეოთხე რაც უნდა გაითვალისწინო არის ის, რომ რაც არ უნდა სტრატეგია არჩიო, როგორი ტრეიდინგსაც არ უნდა მიყო ხელი, უბრალოდ გატესტე წარსულ მონაცემებზე შენი სტრატეგია. თუ მოგცემს კარგ შედეგს და გაგიყვანს კარგ შედეგზე, მაგ შემთხვევაში ღირს რომ ამ სტრატეგიაში შემდეგ ფული ჩადო. მეხუთე რაც უნდა გაითვალისწინო თვალი ადევნე ბოტის პერფორმანსს. ზოგჯერ ისე ხდება პლატფორმაზე, რომ რაღაცა API ჭედავს და ბოტი გამოირთება და გამოგიყვანს ტრეიდიდან და შენ გეგმას რო არ აცდე, ამისათვის ყოველდღიური კონტროლი 9 დღეში ორჯერ თუ გააკონტროლებ, კარგი იქნება. და ხშირ შემთხვევაში ისეც ხდება, რომ მე დამართნია ეგრე, რომ სპრედი ვერ განმისაზღვრავს და საკომისიოებიდან გამომდინარე იმდენი მოგება ვერ მიმიღია, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობდა იმ დიაპაზონში, რასაც მე ველოდი, მაგრამ შემდეგ უცებ დაცემა, რომ უცებ რომ დაიცა ფასი და გამომაგდო ვაჭრობიდან, შემიჭამა საკომისიოებმა, ასე ვთქვათ, ის მცირე მოგება, რაც მქონდა. ეგეც გასათვალისწინებელია. და ბოლოს ვიდეოს დავამთავრებ მოკლე შედარებით. ის, რასაც მე ვაკეთებ ამ არხზე, ბიტკოინის ყიდვა DCA მეთოდით და თუნდაც ბიტკოინზე ვაჭრობა გრიდბოტით, ვერ ვიტყვი ცალსახად, რომ ერთი ჯობია მეორეს, ან მეორე ჯობია პირველს. ეგ დამოკიდებულია სრულიად ადამიანზე, ვინც დაინტერესებულია ტრეიდინგით და მსგავსი მიმართულებით. კი ბატონო, თუ შეისწავლე, ან ნებისმიერ რაღაცას სწავლა ჭირდება. მეც კი რამოდენიმე თვის უკან მზად ვიყავი გადამეხადა რამოდენიმე ასობით ლარი ჩემზე მეტად გამოცდილ ადამიანთან, რომ მას აეხსნა თავისი ტექნიკები ჩემთვის. ეგრეა, რასაც ხელს მოკიდებთ, უნდა მოიძიოთ ინფორმაცია, კარგად უნდა ისწავლოთ, უნდა გატესტოთ და ასე შემდეგ. ტრეიდინგს როცა ხელს კიდევთ, მსგავსი მიდგომა აუცილებელია. და შენ კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ და იმედია კიდევ უფრო მეტ მოგებას დააფიქსირებ. ახლა კი წარმატებები ყველას და დაბადრობებით.